მოგესალმებით, ვაგრძელებთ ქიმიის ვიდეო გაკვეთილების კურსს. Ჩემი დღევანდელი გაკვეთილის თემაა ქიმიური ბმა და მისი ძირითადი ტიპები. ატომები ერთმანეთს უკავშირდებიან და წარმოქმნიან მოლეკულებს. კავშირს ატომთა შორის ქიმიური ბმა ეწოდება. ქიმიური ბმის დროს გამოიყოფა ენერგია, ამ ენერგიას ქიმიური ბმის ენერგიას უწოდებენ. ბმის წარმოქმნას განაპირობებს ატომბირთვების მიერ მეზობელი ატომების ელექტრონების მიზიდვა. მაშასადამე ქიმიურ ბმას აქვს ელექტრონული ბუნება. არსებობს ქიმიური ბმის რამდენიმე ტიპი: კოვალენტური, იონური, მეტალური. განვიხილოთ კოვალენტური ბმა. ყველა ატომი გარდა ინერტული აირების ატომებისა მიისწრაფვის გარე ენერგეტიკული დონის, ანუ შრის შევსებისაკენ, რომ მიიღონ დასრულებული 8 ელექტრონიანი გარსი. ამისათვის ისინი თავიანთ გაუწყვილებელ, ანუ სავალენტო ელექტრონებს უწყვილებენ სხვა ატომების სავალენტო ელექტრონებს. მიიღება ელექტრონული წყვილები, რომლებიც შეიძლება საზიარო იყოს საწყისი ატომებისათვის. საზიარო ელექტრონული წყვილით დამყარებულ ბმას კოვალენტური ბმა ეწოდება. განვიხილოთ წყალბადის ატომებს შორის ბმის წარმოქმნის მაგალითი. სქემაზე ჩანს, რომ წყალბადს აქვს ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი. ის წყალბადის მეორე ატომს უწყვილებს ამ ელექტრონს და წარმოიქმნება წყვილი, რომელიც საზიაროა წყალბადის ორივე ატომისათვის. საზიარო ელექტრონული წყვილი წარმოიქმნება ელექტრონული ღრუბლების გადაფარვის გზით. ამ დროს გამოიყოფა ენერგია. ამდენივე ენერგიაა საჭირო ამ ბმის გასაწყვეტად. ასევე საზიარო ელექტრონული წყვილები ჩნდება ჟანგბადის მოლეკულაში. ჟანგბადის ერთ ატომს აქვს ორი გაუწყვილებელი ელექტრონი, რომელსაც აწყვილებს ჟანგბადის მეორე ატომთან და წარმოიქმნება ორი საზიარო ელექტრონული წყვილი. ამ დროს ამბობენ, რომ დამყარდა ორმაგი ბმა. ორივე შემთხვევაში საზიარო ელექტრონული წყვილი თანაბრად ეკუთვნის ორივე ატომს. ბმას ერთნაირი ელექტროუარყოფითობების მქონე ატომებს შორის, რომლის დროსაც საზიარო ელექტრონული წყვილი თანაბრად ეკუთვნის ბმის წარმომქმნელ ორივე ატომს, კოვალენტურ არაპოლარული ბმა ეწოდება. კოვალენტურ არაპოლარული ბმა მყარდება მარტივი ნივთიერებების მოლეკულებში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მარტივია ნივთიერება, რომლის მოლეკულებიც ერთი ქიმიური ელემენტის ატომებისაგან შედგება. იმ შემთხვევაში, როცა ბმა მყარდება განსხვავებული ელექტროუარყოფითობის მქონე ორ ატომს შორის, მის წარმოქმნელი საზიარო ელექტრონული წყვილი გადაიწევს უფრო დიდი ელექტროუარყოფითობის მქონე ატომისაკენ, რის შედეგადაც ხდება დადებითი და უარყოფითი მუხტების განცალება. ერთი ატომი დაიმუხტება ნაწილობრივ დადებითად, რადგან მისი ბირთვის გარშემო მცირდება ელექტრონული ღრუბლის სიმკვრივე, ხოლო მეორე ნაწილობრივ უარყოფითად, მისი ბირთვის ირგვლივ ელექტრონული სიმკვრივის გაზრდის გამო. წარმოიქმნება დადებითი და უარყოფითი პოლუსები და მოლეკულა ხდება პოლარული. ამიტომ ასეთ ბმას კოვალენტურ პოლარული ბმა ეწოდება. ანალოგიური ბმის სიმკვრივის გადაწევა ხდება ბრომ-წყალბადის მოლეკულაშიც. ნაწილობრივ დადებით და უარყოფით მუხტებს აღნიშნავენ დელტა ასოთი, რომელიც ბერძნული ანბანის ასო გახლავთ. ასევე ხდება წყლის მოლეკულის წარმოქმნის დროს. წყლის მოლეკულა შედგება ჟანგბადის ერთი ატომისა და წყალბადის ორი ატომისაგან. როგორც ვიცით, წყალბადის ატომებს აქვს თითო გაუწყვილებელი ელექტრონი, ხოლო ჟანგბადის ატომს აქვს ორი გაუწყვილებელი ელექტრონი. ჟანგბადის ატომი თავის გაუწყვილებელ ელექტრონებს უწყვილებს წყალბადის ატომების ელექტრონებს და წარმოიქმნება საზიარო ელექტრონული წყვილები, რომლებიც ჟანგბადის დიდი ელექტროუარყოფითობის გამო გადაწეულია ჟანგბადის ატომისაკენ. შესაბამისად, წყალბადის ატომები იმუხტებიან ნაწილობრივ დადებითი მუხტით, ხოლო ჟანგბადის ატომი იმუხტება ნაწილობრივ უარყოფითი მუხტით. ამიტომ არის წყლის მოლეკულა პოლარული. მაშასადამე კოვალენტურ ბმას აქვს ორი ქვეტიპი: პოლარული და არაპოლარული. არაპოლარულია ბმა, როცა საზიარო ელექტრონული წყვილი თანაბრად ეკუთვნის ბმის წარმომქმნელ ორივე ატომს, ხოლო პოლარულია, როცა ეს წყვილი გადაწეულია უფრო დიდი ელექტროუარყოფითობის მქონე ატომისაკენ. კოვალენტურ ბმას ახასიათებს ბმის სიგრძე, ბმის ენერგია, ნაჯერობა და მიმართულება. კოვალენტური ბმების რიცხვს, რომელიც შეიძლება ატომმა წარმოქმნას, ვალენტობა ეწოდება. ახლა განვიხილოთ ქიმიური ბმის ტიპი იონური ბმა. არსებობს ისეთი შემთხვევები,
როცა ბმა მყარდება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ელექტროუარყოფითობების მქონე ორ ატომს შორის, მაგალითად, ნატრიუმსა და ქლორის ატომებს შორის. ამ დროს ნატრიუმის ერთი ელექტრონი, რომელიც მის გარეშრეზე მოძრაობს, მთლიანად გადადის ქლორის ატომის გარეშრეზე, რის შედეგადაც ორივე ატომი ღებულობს დაასრულებულ 8 ელექტრონიან გარეშრეს და გარდაიქმნებიან დადებით და უარყოფით იონებად. ხოლო მათ შორის ბმა მყარდება არასაზიარო ელექტრონული წყვილის ხარჯზე, არამედ იონთა შორის ელექტროსტატიკური მიზიდვის შედეგად. იონთა შორის ელექტროსტატიკური მიზიდვის შედეგად დამყარებულ ბმას იონური ბმა ეწოდება. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ერთმა ატომმა გასცა ელექტრონი და გარდაიქმნა დადებით იონად, ხოლო მეორემ მიიღო ელექტრონი და გარდაიქმნა უარყოფით იონად. პერიოდულ სისტემაში ელემენტები იყოფიან, როგორც ვთქვით, მეტალებად და არამეტალებად. მეტალებს ახასიათებთ ელექტრონის გაცემის უნარი, ხოლო არამეტალებს ელექტრონის მიზიდვის უნარი. ამიტომ მეტალებსა და არამეტალებს შორის უმეტესწილად იონური ბმა მყარდება. იონური ბმა ხასიათდება ბმის ენერგიით, მაგრამ მას არ გააჩნია არც ნაჯერობა და არც მიმართულება კოვალენტური ბმისაგან განსხვავებით. იმისათვის, რომ დავადგინოთ, როგორი ტიპის ბმა ამოცემულ ნაერთში, უნდა ვისარგებლოთ ელექტროუარყოფითობის ცხრილით. რაც მეტია სხვაობა ელექტროუარყოფითობებს შორის, მით მეტია ნაერთის პოლარობა. თუ ელექტროუარყოფითობებს შორის სხვაობა მკვეთრად განსხვავებულია, ანუ მეტია 1/7-ზე, მაშინ ბმა იონური იქნება. ამრიგად, გავეცანით ქიმიური ბმის სახეებს, კოვალენტურს და იონურს, შემდეგ გაკვეთილზე გავეცნობით მეტალურ და წყალბადურ ბმებს. კარგად ბრძანდებოდ.